რეკლამა რადიო კომერსანტზე. ლევან კობერიძესთან ერთად. მოგესალმებით, ძვირფასო რადიო მსმენელებო და ჩვენო ინტერნეტ მაყურებლებო. ტრადიციულად ორშაბათობით ეთერშია ჩემი საავტორო გადაცემა ბრენდი საქართველო. და ჩვენი გადაცემის სპონსორი და მხარდამჭერია ქართული პრემიუმ კრაფტ უდი ტაატი. მადლობა მას ამ მხარდაჭერისათვის, განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში. და დღევანდელ ეთერს რაც შეეხება, განსხვავებული ფორმატი გვაქვს სხვა ეთერებისაგან განსხვავებით და მინდა რომ შემოგთავაზოთ ცოტა მეორე მხრიდან შევხედოთ იმ თემას, რაზეც საუბრობთ ხოლმე ძირითადად ჩვენთან გადაცემაში, ანუ ბრენდების თემას, იმ თემას, რომ ქვეყნისათვის რამდენად მნიშვნელოვანია კარგი და ძლიერი ბრენდების არსებობა და იცით, ძირითადად ეხლა ჩვენ ვცდილობთ ხოლმე ეთერში ვისაუბროთ, მოვიყვანოთ ის ადამიანების, მოვიწვიოთ სტუმრად, ვინც შექმნა ეს ბრენდი, ან ვისი მეშვეობითაც ეს ბრენდები იქმნება და ვისაუბროთ, ასე ვთქვათ, მათი გადმოსახედიდან და დღეს შემოგთავაზებთ მეორე მხარის ხედვას, ანუ ეს ბრენდები, რაც არსებობს, რისთვისაც კეთდება, არის ადამიანებისთვის, ხო, ან მომხმარებლებისთვის, როგორც
ეძახიან ხოლმე, მაგრამ მე მაინც და მაინც არ მიყვარს ეს საუბარი, მირჩევნია რომ თქვა რომ აი ეს ბრენდები არის ადამიანებისთვის, ხო, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რომ აი მეორე მხარეს ჩვენი ფიქრის მეორე მხარეს დგას ადამიანი და აი ამ ადამიანისთვის კეთდება ის ბრენდები, რომელმაც მათი ცხოვრება უნდა გახადონ უფრო კომფორტული, უფრო მოსახერხებელი, უფრო საინტერესო, სასიამოვნო და ასე შემდეგ. ამიტომ დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ რამდენად მნიშვნელოვანია რომ ბრენდს კარგად კონდეს გათავისებული, რომ სწორედ ადამიანებისთვის კეთდება, ანუ მომხმარებლებისთვის და მე დღეს ეთერში მეყოლებიან სტუმრები, ჩართვით გვეყოლებიან მომხმარებლები, ანუ ის ადამიანები, აი ეს რენდომლი ეგრეთ წოდებით შერჩეული ის ადამიანები, რომლებიც ჩვეულებრივ ჩვენნაირად არიან მოქალაქეები, მოიხმარენ სხვადასხვა სერვისებს, სხვადასხვა ბრენდებს და ძალიან საინტერესოა მათთან გავისაუბროთ იმაზე, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ბრენდმა ის დაპირება, ის განაცხადი, რომელსაც ის აკეთებს ხოლმე ბაზარზე გამოსვლის დროს, ან უკვე ბაზარზე დამკვიდრებულმა ბრენდებმა რაღაც შეტყობინებებს გვიგზავნიან, ხო, სარეკლამო მესიჯების სახით, დაუშვათ სერვისების სახით და გვპირდებიან, რაღაც დაპირებას იძლევიან, გვპირდებიან, რომ იქნებიან ყველაზე სწრაფები, გვპირდებიან, რომ იქნებიან ყველაზე იაფები, არ ვიცი, გვპირდებიან, რომ იქნებიან ჩვენი მეგობრები, ჩვენ ღირებულებებს გაიზიარებენ, ერთად გაუფრთხილდებით ამ ქვეყანას, არ ვიცი, პლანეტას და ასე შემდეგ, ხო, ხა სხვადასხვა ბრენდს აქვს აბსოლუტურად სხვადასხვა დაპირება გაჟღერებული ხოლმე, ხო და აი რამდენად ცოტა კრიტიკულად რო შევხედოთ და აზრი ვკითხოთ ჩვენს მომხმარებლებს, რამდენად ემთხვევა ხოლმე საქართველოში ქართული ბრენდების და მარკეტერების მიერ გაცემული ეს დაპირებები იმ რეალობას, რომელიც გვაქვს ხოლმე ქვეყანაში. აი ამასთან დაკავშირებით თუ შეიძლება რომ ეთერში თუ ყავს უკვე ასე ვთქვათ ჩვენი მსმენელი, შემოვიყვანოთ და დავიწყოთ საუბარი ამ თემაზე. მოგესალმებით. მოგესალმებით. გამარჯობათ გიორგი, როგორ ხართ? ანუ ჩვენ მომხმარებელს ახლა პირდაპირ გეტყვით, რომ პირობითი სახელი დავარქვი საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული გიორგი და მე კიდე გვეყოლება კიდე ერთი ადამიანი მომხმარებელი, რომელთანაც მინდა რომ უბრალოდ ვისაუბროთ. გიორგი, გამარჯობა. გამარჯობა, მოგესალმებით. მადლობა, რომ გამონახეთ დრო და ჩვენთან ხართ ეთერში. მოდი შევუდგეთ პირდაპირ, ასე ვთქვათ, მსჯელობას თქვენთან ერთად და კითხვასაც დაგისვამთ. ანუ თუ გქონდათ საშუალება რომ მოგესმინათ გადაცემის დასაწყისში, ჩვენ საუბრობდით იმაზე, რომ საქართველოში მოკლედ ძალიან ბევრი ბრენდი, ბევრ ამას გვპირდება რა, არ ვიცი. ზოგი გვპირდება, რომ იქნება ძალიან მომსახურებაში კომფორტული, მოგცემენ კარგ ფასებს, კარგ პირობებს, არ ვიცი, იქნებიან კარგი ბრენდი, იქნებიან იგივე ღირებულების მატარებელი, რაც ღირებულებების ჩვენ გვაქვს ან გვინდა რომ გქონდეს და პატივი ვიცეთ და ასე შემდეგ. ხო, აი, თქვენ როგორც მომხმარებელმა თუ შეიძლება და იმ ადამიანმა, რომელსაც ჩვეულებრივად საქართველოში, არ ვიცი, შედიხართ სუპერმარკეტებში, აფთიაქში, არ ვიცი, შეიძლება სარგებლობთ ავტომომსახურეობით, კვების პროდუქტებს ყიდულობთ, დასასვენებელი კაფეებში დავდივართ, ალბათ სტუმართმასპინძლობის სერვისებით სარგებლობთ და ასე შემდეგ, ხო, არ მივირთმევთ სხვადასხვა პროდუქტებს. აი, მოდი ვიმსჯელდოთ უბრალოდ, მოდი ესეთ კითხვას დაგისვამთ, რომ თქვენ როგორ შეაფასებდით ჯერ ზოგადად საქართველოში რა დაპირებებიც გაიცემა ბრენდების მიერ, აი ჯერ თლიანობაში რო ვთქვათ, შეგრძნების დონეზე თქვენ როგორ ფიქრობთ? რამდენად შეეფერება გაცემული დაპირებები იმ რეალობას, რაც დღეს გვაქვს ქვეყანაში? ჯერ სანამ კონკრეტიკაზე გადავალთ, უბრალოდ შეგრძნების დონეზე რო გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები ბრენდებთან მიმართებაში. შეგრძნების დონეზე მინდა გითხრათ, რომ ფაქტიურად ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს შეხება ხო სხვადასხვა ბრენდებთან და disappointment გვაქვს ფაქტიურად ყოველდღიურ რეჟიმში. ანუ აი იგივე ხა თქვენ როგორც ახსენეთ, დაუშვათ აი დავიწყოთ სუპერმარკეტებიდან. აი თუნდაც დავუშვათ ერთ-ერთი პრემიალური ბრენდი საქართველოში, რომელიც არის აგროჰაბი დავუშვათ. დიახ. ძალიან ხშირი არის შემთხვევა, ყველაფერი დეტალებში არის, ხო? თაროზე დევს პროდუქცია და ფასი არ აწერია. მივდივარ ამ პროდუქციით საინფორმაციოში და ვეკითხები ფასს. როგორ შეიძლება ახლა ესეთი დეტალი დავუშვათ ესეთ პრემიალურ ბრენდს კონდეს ესეთ დონეზე, რომ ძალიან ხშირი არის შემთხვევა, რომ პროდუქცია დევს თაროზე, ფასი არ აწერია.
კი ბატონო. ხო, ანუ აი დაუშვათ რა ჩვენ შეგვიძლია კონკრეტულ ბრენდებზეც ვისაუბროთ, შეგვიძლია სიტყვაზე ვთქვათ განზოგადოებულათაც ვისაუბროთ და ეს არ არის რომელიმე მაინც და მაინც კონკრეტული ასე ვთქვათ კომპანიის კრიტიკა, მაგრამ აი მომხმარებლის აზრი არის მნიშვნელოვანი, რომ კი რა თქმა უნდა, კი ბატონო, თუნდაც არ ვიცი ესეთ ბრენდებს, რომელსაც საკმაოდ აქტიური არიან ბაზარზე წარმოდგენილი, ანუ თქვენ ამბობთ, რომ ეს განხიბულები ხშირია საქართველოში, ხო? მოდი ესე რო ვთქვათ და კი ბატონო. აქტიურად აი ყოველდღე რასთანაც გვიწევს შეხება, ნუ ეხა ეს მარტო აგროხაბ შეიძლება არ ეხებოდეს სუპერმარკეტების იგივე სიტუაცია არის და ნუ ყოველდღიურ რეჟიმში რას სადაც გვიწევს შეხება, ალბათ ყოველივე ჩვენთაგანს ეს არის პირველ რიგში სუპერმარკეტი, ხო? სუპერმარკეტების ქსელი. იმიტომ რომ ყოველდღე რაღაცას მივდივართ გვირულობ სახლისთვის და ხო, აი სუპერმარკეტების ქსელი, როდესაც გვაქვს, აი განხიბლა, როგორც თქვენ თქვით, გვემართება ყოველდღიურად, ხო, სამწუხაროდ საქართველოში ძალიან მოდი ესე ვთქვათ, რთული არის, როდესაც რაღაც დაპირებებია არა მარტო ბრენდის მიერ, არამედ ზოგადად რაღაც ეგრეთ წოდებული მოდი ესე ვთქვათ, რაღაცა სიტყვამ ცოტათი რაღაცნაირად ალბათ ფასი დაკარგა, ხო? ანუ იგულისხმება ის, რომ დაპირება იგივე სიტყვა არის ბრენდის მიერ გაცემული და ხო, კი, გეთანხმებით, თუ აგროჰაბში ესეთი შემთხვევები არის, რა თქმა უნდა, ის ბრენდი, რომელიც საკმაოდ პრემიალურ პოზიციონირებაზეა მარკეტებს შორის, მსგავსი ტიპის პრობლემები, რა თქმა უნდა, და ხარვეზი თუ არის ძალიან ცუდია. კიდევ ხوار შეგიძლიათ რამე მაგალითი მოგვიყვანოთ, სიტყვაზე ვთქვათ, სხვა ბრენდების მაგალითი და მე მოუწოდებ ყველა ბრენდს, რომ იყოს კარგად მოусმინოს ხოლმე თავის მომხმარებელს, თუნდაც აი რავი ჩვენი გადაცემით ან თვითონვე დაუშვათ ალბათ ატარებენ ძალიან ბევრ კვლევებს, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება ალბათ ერთმანეთის რაღაცნაირად შემოძახება ესეც ვიტყოდი და ცოტა მეტი კრიტიკა, იმიტომ რომ ალბათ რაღაცა ამ სიამტკბილობაში ცხოვრება კარგია, მაგრამ რეალურადაც უნდა დავინახოთ, რომ პრობლემები თუ გვაქვს, მერე ის გამოვასწორო და ამდენად მომხმარებლის ხმა არის მნიშვნელოვანი. გისმენთ, აი კიდევ თუ შეგიძლიათ რამე ესეთი დეტალები ახლა ყოველდღიურ ასე ვთქვათ ცხოვრებაში ძალიან ხშირია ეს აფრიაკი იქნება, სუპერმარკეტი იქნება, თუ ბანკი იქნება, თუ ნებისმიერი სერვისი, რითაც ჩვენ სარგებლობთ ახლა ფაქტიურად ყოველდღიურ რეჟიმში რასთანაც გვიწევს შეხება. ესეთი დეტალები ახლა მე რაც მოვიყვანე დაუშვათ სუპერმარკეტთან მიმართებაში, აი ყველგან არის ესეთი რაღაც პატარა ხარვეზები და ხო, ეს რა ვიცი, აფრიაკი იყოს, ხო, კიდე ნებისმიერი სხვა სერვისის სფერო. ხო, მაგალითად ხო, აი დაუშვათ დინამო, ხო არის ბრენდი, დინამო არის ბრენდი. კი ბატონო, დინამო არის ბრენდი. მე ჯერ არ მახსოვს ახლა 50 წლის გახლავართ, მაგრამ აი ნებისმიერი საერთაშორისო დონის შეხვედრა როცა იმართება ჩვენი ნაკრების, მე არ მახსოვს რომ სტადიონი იყოს ტრიბუნები მოწესრიგებული. კი ბატონო. ხო, ძალიან შარშან ყველა ვიყავით, ხო? ისა რა ქვია, ყოველ შემთხვევაში უმეტესი ჩვენი ნაწილი ვიყავით ევროპაში, როდესაც საქართველოს ნაკრები გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, ნახეთ იქ ინფრასტრუქტურა როგორ არის მოწესრიგებული სტადიონები. მე ჩვენთან საქართველოში დინამო სტადიონი არ მახსოვს, რომ იყოს მოწესრიგებული საერთაშორისო თამაშის წინ. ხო და ამაზე სოციალურ ქსელშიც ხო, მეც გამახსენდა, რომ ძალიან ბევრი კომენტარები იყო ამასთან დაკავშირებით, ბევრი კომენტარი იყო. ხო, ჩვენი ქვეყნის სახე არის, ხო, ერთ-ერთი დაუშვათ დინამო სტადიონი. ხო, ნუ დინამო არის გენეტიკური, ასე ვთქვათ, ბრენდს მივაკუთვნებთ ხოლმე ჩვენ ეს აი თბილისის დინამო, აჭარული, ხაჭარული. დღევანდელ დღეს, ეხლა როცა ნაკრები თამაშობს და საერთაშორისო თამაშს მართავს. არ შეიძლება რომ სტადიონი იყოს მოუწესრიგებელი, ბინძური. ნუ მე ერთ დანიურ კომპანიაში ვიყავი და იქ ერთმა, ასე ვთქვათ, საკმაოდ უხუცესმა კაცმა ესეთი რაღაცა მითხრა, რაც მას მერე დამჭა. ნებისმიერი კომპანია თუ გინდა ასე ვთქვათ ბრენდი შეამოწმო, პირველ რიგში შედი იმ კომპანიის აპრეპარეშოში და მიხვდები ისე რა ქვია რა დონეზე არის ის კომპანია. აი იგივე შეგვიძლია ვთქვათ ჩვენი დინამო სტადიონის აპრეპარეშოზე. აპრეპარეშოდან იწყება საერთოდ წესრიგი ნებისმიერ კომპანიაში მეცეთული. საფრთხეში არის მოუწესრიგებელი, მთლიანად კომპანია არის მოუწესრიგებელი. ისე ძალიან მე მგონი საჭირო როტო თემა წამოჭერით ახლა თქვენ, იმიტომ რომ დღეს სოციალურ მედიაშიც და ინტერვიუებიც იყო, საქართველოში ვიზიტორებზე იყო სხვათა შორის საუბარი და მე მახსოვს რომ 90-იანი წლებიდან ამაზეა საუბარი, რომ ტურისტი რო ჩამოდის საქართველოში და რომ მოგზაურობს რეგიონებში, აი გზაზე, ან რა ვიცი, ტურისტი არ არის, აუცილებლად ჩვენც რო გადავაადგილდებით, ხო? მივდივართ ზღვაზე, არ ვიცი, ან მთაში, გადაადგილების
დროს სამწუხაროდ ძალიან ხშირ შემთხვევაში გზაზე, მოდი ესე რომ ვთქვათ, ეს ინფრასტრუქტურა არის მოუწესრიგებელი და ეს ქვეყნის ბრენდისთვისაც გავიგე რომ არ არის შეიძლება რაღაცა თითქოს მნიშვნელოვანი მთავარი ფაქტორი, მაგრამ ადამიანს რეალურად როდესაც ან მოგზაურობა, გადაადგილება ქვეყნის ერთი წერტილი და მეორე წერტილში, მათ შორის რაღაც გარკვეულ ასე ვთქვათ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებსაც მოიცავს ხო ხა ადამიანებს ბატონო, აი იგივე მაგალითი დაუშვათ მივედით მაგ გორში, ვისოლის ასე ვთქვათ ბენზინგასამარცხადებელი და სუპერმარკეტი და ეს ინფრასტრუქტურა სადაც არის, იქ არის საფრთხე, მაგრამ ნუ იქ უნდა გადაიხადო ერთი ლარი და როგორც მახსოვს თუ ვატსაპი ისე რა ქვია, ქეშით უნდა გადაიხადო, ანუ ბარათით თუ ხარ, ბოდიში და უნდა ჩაიქცა ესე. ხო, მესმის გონი. ხო, ისე სხვათა შორის ეგ ძალიან საინტერესო თემაა. ახო, ანუ თუ ბარათი გაქვს, ქეშით უნდა გადაიხადო, ისე თქო საფრთხეში ვერ ისარგებლო. ანუ მაგას არ დავკვირვებიო რა მე არასდროს სიმართლედ ანუ იქ არის მარტო ბარათით არის გადახდა ანუ უბრალოდ მარტო ქეშით არის გადახდა ბარათით ვერ იხდი სპანაერად აშეგიშებენ და იძულებული იქნება მაშინ სადმე ბუჩქებში და ხო ეგ ძალიან მნიშვნელოვანია სხვათა შორის მაგაზე ერთი ისიც გამახსენდა რომ მახსოვს რომ რაღაც ვალდებულებაც აქვს ბენზინგასამარცხადგურებზე რომ ისინი ტრასის გასწვრივ თუ მათ ადგილი გამოეყოფათ კომერციული საქმიანობისთვის ანუ ეგრეთ წოდებული ბენზინგასამარცხადგურის ასაშენებლად მათ ვალდებულება აქვთ რომ გზავრებისათვის ასე ვთქვათ უფასო სერვისი უნდა კონდეთ საპირფარეშოების იმიტომ რომ ეს ასე ვთქვათ ასე გადაწყდა ბევრ ქვეყანაში ესეა გადაწყვეტილი რომ ისინი პირობითად ესე დავარქვათ ფულ შოულობენ ტრასაზე ბენზინის საწვავის რეალიზებით და შესაბამისად სახელმწიფო მათ აკისრებს ხოლმე ვალდებულებას და საინტერესოა ისე ეგ ობიექტიც მე მგონი ალბათ სავარაუდოდ შედის როდესაც გაიცა თავის დროზე ნებართვა ალბათ რაღაც დათქმა იქნებოდა ამასთან დაკავშირებით საინტერესოა სხვათა შორის ისე საინტერესოა ამ ხრივ მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასე ვთქვათ სამსახურის მოსაზრებაც მე მოვიწვევთ ეთერში აუცილებლად ზოგადად აი ბრენდების მიერ ამ გაცემული დაპირებებზე თქვენ ახლა ძალიან მადლობა რომ ესე პირდაპირ და ძალიან კაფეო მინიშნებებს კი არა ფაქტებს ასახელებთ იმიტომ რომ როგორც წესი გვიჭირს ხოლმე საქართველოში ერთმანეთს ეს სიმართლე უთხრათ და მე რაღაც ამ შელამაზებული სილამაზეებით ვცდილობთ რომ ფონს გავიდეთ და რეალურად ესე არ გამოდის იმიტომ რომ ეს ყოველდღიურ რეჟიმში ყველა ხედავთ ამას უბრალოდ ამას ცოტა ხმამაღლა ლაპარაკი ჭირდება აი რავი ნებისმიერი ობიექტი სადაც ყოველდღიურ ხვდებით აი დავუშვათ თბილისის სახე ერთ-ერთი ხო არის რკინიგზის სადგური ცენტრალური თბილისის ცენტრალი რავი აი თბილისის ცენტრალის საფრთხეში შევზანდით და ნახავს საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის სახეს ხო, გეთახმებით. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და ალბათ ყველამ არა მარტო აქ დასახელებულმა კომპანიებმა და ბრენდებმა, არამედ ალბათ ყველამ უნდა გავითავისოთ ის, რომ მოდი ესეთი ოქროს წესი არსებობს, ხო? შენი თავი უნდა დააყენო ადამიანების ადგილას, ხო, მომხმარებლის ადგილას და როგორც შენ არ გინდა რომ მოგექცნენ, ისე არ უნდა მოექცე მერე შენ სხვას. მარტივად რო ვთქვათ, ხო? და შესაბამისად უნდა იზრუნო იმაზე და თუ ახლა ის ბიზნესი არ ვიცი ახლა ესეთ ხარჯებს ვერ უძლებს, ნუ მაშინ ესე იგი ან ბიზნესია გადასახედი, ან რაღაც სხვა რაღაცა უნდა გააკეთო, მაშინ შენ თუ ამას ვერ აგვარებ. ხო, ანუ ეს მოდი ესე ვთქვათ, ეხლა ჩვენ ძალიან საბაზისო თემებს შევეხეთ, ოღონდ ძალიან მნიშვნელოვანს, ხო? ჩვენ მივეჩვიეთ, რომ საქართველოში, რომ იცით რეკლამებში, შეტყობინებებში, რაღაც ეს ბრენდები ძალიან მაღალფარდოვან რაღაც ესე ვიტყოდი, რომ რეალობიდან ხანდახან დაშორებულ თემებზეც კი ძალიან ისე აღმატებულად გვესაუბრებიან, ხო? რაღაც ძალიან პოეტურად, ძალიან თითქოს რაღაც ღირებულებებზე, ამაღლებულ თემებზე და ეხლა თქვენ რაც გააკეთეთ, არის რომ ძალიან დაამიწეთ ეს თემა და ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? ეს იმიტომ რომ ამაღლებულ თემებზე მესაუბრებოდე და საფირფარეშოში ვერ შევდიოდე, ძალიან ისეთი თემაა, ხო? მოდი ესე რო ვთქვა და ეს ალბათ არის თქვენ რასაც ამბობთ ახლა მე როგორც ბრენდინგის სპეციალისტი ვთვლი რომ არის ძალიან დიდი პრობლემა. ანუ ეს ნიშნავს რომ ბრენდის ერთ-ერთი მთავარი მდგენელი ეს არის პროდუქტი. მერია პოზიციონირება, ღირებულებები, ხედვა, მისია და ასე შემდეგ და სანამ მისიამდე მივად, მოდი ახლა აი ვიტყვი შევადარებ, ახლა ძალიან მინდა რომ რაღაც რეალისტურად შევხედოთ ახლა თქვენს ნათქვამს. აი მაგალითად რო წარმოვიდგინოთ, რომ მაგალითად
McDonald's-ი ან არ ვიცი, Apple-ი მაგალითად ამბობს, რომ refresh the world, Coca-Cola ამბობს, რომ refresh the world, Apple-ი ამბობს, რომ შეცვალე სამყარო change the world ხო ჩემთან ერთად და რო წარმოვიდგინოთ ეხლა რომ Apple service center-ში მაღაზიაში რო შეხვალ შენ ამერიკაში რომ უზარმაზარი მაღაზიებია მეორე სართულებზე განლაგებულია ხოლმე სწავლების ცენტრები სხვათა შორის მომხმარებლის უფასოდ რო აითვისო კარგად ყველა ის ინსტრუმენტი რასაც Apple იძლევა და ამას გასწავლიდან სამყარო შეცვალე ჩვენთან ერთად გეუბნებოდნენ და მე რაღაც 1-2-3 საათი გიწევს იგჯდომა რომ ივარჯიშო იმეცადინო მათთან ერთად და გასწავლონ და მე რომ მოგინდეს საპირფარეშოში შესვლა და გითხრან რომ სამყაროს კი ვცვლით მაგრამ საპირფარეშო არ გვაქვს გამართული მაგრამ ეხლა $1 ქეშად უნდა გადაიხადო $1 ქეშად უნდა გადაიხადო იმიტომ რომ ბარათით ვერ მოგემსახურებით ხო აი ეს ძალიან ხო ეს უკვე ნიშნავს რომ ქვეყანაში თქვენი ნათქვამი იცით რას ნიშნავს ახლა რა მომაგონა რომ ფორმა უფრო მნიშვნელოვანი გახდა ქვეყანაში ვიდრე შინაარსი ანუ რეალობის ნაცვლად რეალური შინაარსის ნაცვლად ცოტა ბრენდებმაც მე მგონი ეს აიტაცეს რომ უფრო რაღაც მაღალ იდეალებზე ლამაზ-ლამაზი პრეზენტაციებს წარმოადგენენ, მაგრამ რეალობაში გვაქვს პრობლემები. ძალიან საინტერესოა თქვენი კიდევ ხომ არ გაქვთ რამე ესეთ მაგალითს ხომ არ გვეტყოდით? ძალიან კარგია, რომ ჩვენს სვენელს ახლა გაუჩნდეს ის განცდა, რომ კი ესეთი ძალიან მიწიერი თემები არის ბაზისი, რომელზეც უნდა აეგოს და ყველა ბრენდმა უნდა იცოდეს, რომ საბაზისო თემებს თუ გადაახტები მარტო ლამაზი სიტყვები ან ფოტო და პლაკატი და ვიდეო რგოლი რომელსაც შეიძლება არის 100,000 ლარი გადახდილი ან მეტიც ხშირ შემთხვევაში არ ნიშნავს რომ მომხმარებელი ამას ვერ შეამჩნევს იმ თავარ პრობლემას რაც მისთვის არის აქტუალური ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ანუ მისთვის არის აქტუალური ხო აი ტრასაზე მივდივარ კი ბატონო მართალი ხართ მივდივარ გზაში გავიგე რომ აი ეს ბრენდი რეკლამდება და ნუ არ ვიცი საკმაოდ აქტიურად არის წარმოდგენილი მაგრამ რაღაც საბაზისო მოთხოვნაზე ბარათით მართლა თანხას არ მახდებინებდეს ხო ეს ძალიან ისეთი თემა არის კიდევ ხო არ გვეტყოდით მაგალითს ეხლა ესე მაგალითი კონკრეტული არ მახსენდება, მაგრამ ნუ იმის თქმა მინდა რომ ჩვენ გვაქვს ხო პრეტენზია რომ ჩვენ ქვეყანას აფასებდეს აქ ჩამოსული ტურისტი. და პირველ რიგში მე მაინც ვთვლი რომ რადგანაც ცოტა ისეთი პრეტენზიული ხალხი ვართ ჩვენ ქართველები ასე ვთქვათ ქვეყანაში არის მოკლედ ჩემი აზრით ძალიან დიდი პრობლემა სისუფთავის. ეს ქუჩები იქნება, ასე ვთქვათ, სკვერი იქნება, ანუ სისუფთავის პრობლემა ქვეყანაში დგას. საერთოდ ჩავდივართ დაუშვათ გერმანიაში, შვეიცარიაში. იქ ყველაფერი მოვლილი, გაკრეალებული, კაცკრეალებული რო არის. ჩვენ რაღაც გარკვეული რიდი გვიჩნდება. ამას ყველაფერს რო ხედავთ იმ ქვეყნის და იმ ხალხის მიმართ და ესე თავისუფლად ვერც დავუშვათ სიგარეტის ბიჭებს ვერ გადავაგდებთ, ვერც გადავიფურთხებით იქ, ვერც ინტერესים. ხო, სადაც დასუფთავებულია შენს იმის დანაგვიანება. გარკვეული რიდი გვიხდება და ეხლა ჩვენ დავდივართ აქ ქუჩაში და ვხედავთ ეხლა ჩვენს დაბინძურებულ ქუჩებს, ტრასებს, უწესრიგებულ ინფრასტრუქტურას. მე რატომ უნდა გქონდეს პრეტენზია რომ დავუშვათ ვიღაცა ჩამოსულმა პატივისცეს ხო, ანუ პრობლემები ჩვენ თავშივე უნდა ვეძებოთ, ხო, მათ შორის. ხო, ჩვენ თავშივე უნდა ვეძებოთ პრობლემები და ეს გვაქვს ძალიან გამოსასწორებელი ხა, ნუ ყველამ კარგად იცის, უბრალოდ ამაზე ხმამაღლა არავინ არ ლაპარაკობს და შესაბამისად ქმედებებიც ეფექტური მერასაშველია არის. კი, და ამ დროს იცით რა მინდა გკითხოთ, რომ აი ბრენდები შეიძლება მაგალითის მიმცემები იყვნენ, ხო, სხვათა შორის ესე დროს. ანუ დაუშვათ იქ შეიძლება რაღაც დიდი თემები არის, რომელიც არ ვიცი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ასე შემდეგ, მაგრამ აი ერთმა კომერციულმა ბრენდმა თავის სივრცეში მაინც შეუძლია, რომ ის პროგრესი და თანამედროვეობა და ადამიანის ზრუნვა მაქსიმალურად აჩვენოს. ალბათ ეს კარგი იქნებოდა რომ ჩვენი ბრენდები ამაზე დაფიქრდნენ ალბათ ხო რომ აი თავის სივრცეში მაინც მოახერხონ აი მე მაგალითად ვიტყოდი ახლა ხო აი კარგი მაგალითებიც რო თქვა ჩემს გამოცდილებას ვიტყვი აი მაგალითად ოქტოპუსი როგორც ბრენდი ჩემთვის ერთ-ერთი ალბათ ყველაზე მისაბაძი და ძალიან კაფიოდ გამოხატული ბრენდია იმიტომ რომ იმ ღირებულებები რაც მას აქვს რა ის პროგრესი ის თანამედროვეობა ის რაღაცა თანამედროვე ცხოვრების რიტმის
საყოლა, გამოხატული აქვს სხვათა შორის, მათ შორის აი ხლა მართლა რო შეხვალ ნებისმიერ მათ ფიტნეს დარბაზში, ნებისმიერ უბანში რო შეხვიდე, ქსელი აქვთ უკვე გაკეთებული, აი ყველგან ერთნაირად აი წესრიგიც ისუფთავეც და რაღაც გესიამოვნება, ხო, ეს რაღაც სტაფიც, ანუ თანამშრომლებიც რაღაცა აი ამ დინამიურ ცხოვრების წესს და რაღაც გეგონება რომ საქართველოში არ ხარო, სხვათა შორის იმდენად კარგად არის ყველაფერი გაკეთებული. ამიტომ ანუ შეუძლიათ ბრენდებს ალბათ რომ რაღაცა ესეთი აი მისიას როცა წერენ ხოლმე ბრენდები და ჩვენც ახლა ბევრი გვიმუშავია მათ შორის ბრენდის სტრატეგიებზეც იქ ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ ჩვენს ვცდილობთ რომ უთხრათ რომ ეს მისია არ ნიშნავს რომ რაღაცა ისეთი დაწერო რასაც შენ თვითონ ვერაზოს ვერ გაიგებ და ვერც მომხმარებელი ვერ იგზნობს შენგან ანუ თუნდაც მისია ისეთი უნდა იყოს რომ რაღაც გარკვეული დოზით ადამიანების თვის მნიშვნელოვან თემებს უნდა ეხმიანებოდეს ეს არ შეიძლება იყოს უბრალოდ იქიდან გამოწვეული ლამაზი სიტყვები რომ მისიაში რო წერენ ხოლმე რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ლიდერი კომპანია და ჩვენ გავხდებით ყველაზე კარგი მომსახურეობის ბრენდი ეს არ არის მისია ხო მისია რაღაც უნდა იყოს მათ შორის ადამიანების ცხოვრებიდან გამომდინარე ხო რაღაცა ისე დანახული და ეხლა თქვენ რაც მოყევით ერთი მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმი გამახსენა ძალიან ისეთი რა იუმორისტული იპოლიტე ხვიჩია თამაშობს რომ რაღაც წყვილი რო საუბრობს და რაღაც ეს ბიჭი ლექსებს რო უკითხავს გოგონას ან ამაღლებულს და ამ დროს პოლიკლინიკაში არიან და ექიმი გამოდის ხმამაღლებუნება რომ რაღაც მოიტანე თუ არა შარტი ჩასაფარებლად და უცებ შეიძლება იქ სურათი და ეხლა თქვენ ძალიან დაგვამიწეთ ისე და მართლა რეალურ პრობლემებზე ისაუბრეთ და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა სხვათა შორის და ეხლა მეორე მსმენელი გველოდება ხაზე და თუ გვეტყვით დასკვნით რაიმე ასე ვთქვათ თქვენს შეფასებას ძალიან კარგი იქნება რომ ბრენდებსაც თავში არ აუვარდეთ რა მოდი ესე რომ ვთქვათ ხო რა თქმა უნდა მაგრამ ცოტა მე მაინც ვფიქრობ რომ ეს კერძო სტრუქტურები გასაგებია მაგრამ სახელმწიფოს ქვეყანას უნდა იყოს ძალიან დიდი ასე ვთქვათ აქტივობა ამ მიმართულებით კი ბატონო არა მარტო მთლიანად კერძო სტრუქტურებზე დამოკიდებულები ნულწყვეტ კი ბატონო კი ბატონო, კარგით, მადლობა ძალიან დიდი გიორგი, დაგემშვიდობებით. მადლობა ესეთი გულწრფელი კონკრეტიკისთვის. არც ველოდით რომ რაღაც ესე ძალიან კონკრეტულად იტყოდით და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ მოყვარის პირში უძრახე არავის არ გაუქმებია, ხო, ეს აფორიზმი და კარგია რომ ყველამ რაღაცა ცოტა გამოფხიზლდეთ ყველანი და ჩვენს ასე ვთქვათ შეცდომებს უფრო მეტად დაუკვირდეთ. მადლობა, ეხლა სარეკლამო ჭრა გვაქვს და მეორე მსმენელი გვეყოლება მალე ეთერში მასთან გავაგზავნებთ იგივე თემაზე საუბარს. გადაცემის მხარდამჭერია ქართული პრემიუმ კრაფტ ლუდი ტაატი. რეკლამა რადიო კომერსანტზე. Toyota Center თბილისში საგაზაფხულო აქცია გრძელდება. ისარგებლეთ 15%-იანი ფასდაკლებით აკუმულატორებზე. შეხვდით ზაფხულს მომზადებული Toyota Center თბილისთან ერთად. სერვისის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით 2511 252 2022 ან გვეწვიეთ მისამართზე. დავით აღმაშენებლის 116. საუკეთესო ფასი და სრულყოფილი არჩევანი PSP-ს ყველა აფთიაქში. მედიკამენტები, საკვები დანამატები, თავის მოვლის პირის ღრუს და ბავშვის პროდუქტები. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობას და სილამაზეს სჭირდება. PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი. ივლისის ცხელი დღეები მოითხოვს განსაკუთრებულ ზრუნვას საკუთარ თავზე. დასვენება სადაც დრო ჩერდება და ყოველდღიური ხმაური უკან რჩება. დაისვენე სასტუმრო ჯორჯია პალასში, ქობულეთში, სადაც დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გელოდება. საოცარი ზღვის ხედები, განახლებული სივრცეები, გემრიელი სამზარეულო და მაღალი კლასის მომსახურება. სწორედ ის, რაც ნამდვილ ზაფხულს უხდება. დაჯავშნე შენი ზაფხული დღესვე. დეტალებზე დაგვიკავშირდეთ 577 24 24 25. ჯორჯია პალასი, სასტუმრო და სპა ქობულეთი. თუ მცირე ან საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი ხარ, ალბათ ხშირად გიფიქრია, რა სჭირდება შენს ბიზნესს მეტი ეფექტურობისთვის. კომპაქტური, ეკონომიური და საიმედო ავტომობილი, ასეთი. სწორედ Citroen Berlingoa. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე 322 12 12 20. Citroen პროფესიონალი. შენი წარმატების ერთგული მხარდამჭერი.
სილკპოსტი. სახმელეთო ამანათების საქართველოში. გამოიწერეთ ამანათები ჩვენთან და ისარგებლეთ სწრაფი სერვისითა და ბიუჯეტური ფასებით. დარეგისტრირდით. ჩვენი ვებგვერდის მისამართია: www.silkpost.g. Toyota ცენტრ თბილისში საგაზაფხულო აქცია გრძელდება. ისარგებლე 25%-იანი ფასდაკლებით ძრავის ზეთსა და ფილტრებზე. შეხვდი გაზაფხულს მომზადებული Toyota ცენტრ თბილისთან ერთად. სერვისის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით 2511 252 2022 ან გვეწვიეთ მისამართზე. დავით აღმაშენებლის 116. რეკლამა რადიო კომერსანტზე. გადაცემის მხარდამჭერია ქართული პრემიუმ კრაფტ ლუდი ტაატი. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში საავტორო გადაცემით ბრენდი საქართველო. მე მისი ავტორი და წამყვანი ლევან კობერიძე. დღეს ცოტათი განსხვავებული ფორმატი გვაქვს. დღეს მომხმარებლებთან, ადამიანებთან ერთად, რომელიც იმ ბრენდებს მოიხმარენ და სარგებლობენ მათი სიკეთეებით, ყიდულობენ, სარგებლობენ სერვისებით, რომელსაც ჩვენ გადაცემებში ხშირად ვახსენებთ ხოლმე. სწორედ ამ ბრენდებზე სასაუბროდ მომხმარებლებს ვთხოვეთ თავიანთი აზრის დაფიქსირება ჩვენს პირდაპირ ეთერში. წინა მსმენელმა ძალიან პირდაპირ და დაასახელა კიდევაც რაღაც გარკვეული ბრენდები და ახსენა ის ხარვეზები, რომელიც არსებობს და ძალიან დასაფიქრებელია ეს თემა, რადგან ბრენდები ძალიან ბევრ დაპირებას გასცემენ ხოლმე და ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ქვეყანაც როგორც ბრენდი, რომელიც დაპირებას გასცემს, კომერციული ბრენდი, როგორც ცალკე სუბიექტი და ბევრ დაპირებას გასცემს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეპუტაცია თუ გვინდა რომ იყოს ხანგრძლივად შენარჩუნებული, ეს დაპირებები უნდა შესრულდეს. ან არ უნდა გასცე დაპირება, ან დაპირება უნდა იყოს შენარჩუნებული. და აი ქვეყნის ბრენდზეც ვისაუბრებ სხვათა შორის, რომ სანამ მომხმარებელი ჩაგვერთვება, რომ როცა ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის ბრენდზე, იცით რა არის, ჩვენ გავეცით დაპირება, ჩვენ თავს მივეცით დაპირება პირველ რიგში და გარეთაც გამოვასხივეთ ეს დაპირება უკვე არა ბოლო წლები, არამედ უკვე საუკუნეებია. ვთქვით ჩვენ უკვე ჯერ კიდე მე-19 საუკუნეში, მე-18 საუკუნის ბოლოს, მანამდეც სხვათა შორის იგივე დავით აღმაშენებლის დროს, როდესაც ყველაზე ძლიერი იყო საქართველო, რომ ჩვენ პროგრესთან, დასავლეთთან, ევროპასთან ინტეგრაცია და მათთან ერთად საქმის კეთება არის ჩვენი ერთ-ერთი სხვათა შორის ქვეყნის როგორც ხედვა და დაპირება, რომ ჩვენ ესეთები ვართ. სხვათა შორის ამას გამართლება ჭირდება, ძალიან დიდი გამოწვევები გვაქვს ამასთან დაკავშირებით და ეხლა რო გადმოვიდეთ კომერციულ ბრენდებზე, აი აქ უკვე მომხმარებლებთან ერთადაც ვისაუბროთ და ჩვენ ხაზზე გვყავს, როგორც მათყობინებენ უკვე მსმენელი. გამარჯობათ. გამარჯობათ. დიდი მადლობა, რომ გამონახეთ დრო და ჩაგვერთეთ ჩვენს გადაცემაში. მადლობა თქვენს ასევე დროის დათმობისთვის. თუ შეიძლება რომ თქვენი გამოცდილება გაგვიზიაროთ საქართველოში, როგორც ერთმა მოქალაქემ ადამიანმა, რომელიც ცხოვრობს და დაუშვათ მოიხმართ სხვადასხვა ბრენდებს, ქართულ ბრენდებს, რომლებიც რაღაც გარკვეულ დაპირებებს გასცემენ, არ ვიცი, რეკლამით იქნება, უშუალო კომუნიკაციის დროს იქნება, სერვისში იქნება. აი თქვენი შეხედულება როგორია ჯერ მთლიანობაში რომ შევადაროთ, აი საქართველოში რა დაპირებებსაც ვისმენთ, ქართული ბრენდები რამდენად ასრულებენ, შეგვიძლია ასევე ანალიზი გავაკეთოთ და 2-3 სიტყვით დაუშვათ ქვეყნის გარეთ, საოგარეთ ბრენდები თან თუ ქონიათ შეხება, იქ როგორ არის ეს საკითხი დაყენებული და აი თქვენი შეგრძნებები გაგვიზიაროთ ამ თემასთან დაკავშირებით. აი ქართული ბრენდების მიერ გაცემული დაპირებები რამდენად არის რეალობაში მერე ადეკვატურად შესრულებული. კი ბატონო, ჩემთვის ეს როგორც მომხმარებლისთვის ერთ-ერთი ალბათ და პრინციპში ალბათ ბევრი ადამიანისთვის საინტერესო რაც არის ხოლმე, ეს არის რაც ყოველდღიური სერვისები და ალბათ კვების და სარესტორნო მოკლედ ამ მსგავსი მიმართულებები არის რაღაც ყოველთვის ხელშესახები
სერვისი, რასაც ყოველდღურად ვეხებით ხოლმე და ზოგადად ამ მიმართულებით ხშირ შემთხვევაში ძალიან ჩამორჩება ხოლმე ის სერვისი, რაც ხდება სხვა კვების ობიექტში თუ რესტორანში, სადაც მიდიხარ, იმ დაპირებას, რასაც ხვდებით ხოლმე, არ ვიცი, რაღაც გადმოცემით, რეკლამებით თუ ასე შემდეგ. ხშირ შემთხვევაში პრობლემა ჩემთვის ყოველ შემთხვევაში რაც არის ხოლმე არის, რომ რაღაც კონკრეტულ ადგილას მით უმეტეს თუ კარგი შეფასებები აქვს მიდიხარ, იხდის საკმაოდ ისეთ ბიუჯეტს და ამ ბიუჯეტის სანაცვლოდ ხშირად გვხვდება ხოლმე არც თუ ისე შესაბამისი ხარისხის მომსახურება. რაც ხშირად გულისხმობს ხოლმე რესტორნების მაგალითს რა ვიღოთ მაგალითად რომ ან არ გემსახურებიან სათანადოდ ან არ გემსახურებიან დროულად ან პირიქით ზედმეტად კონცენტრირებულები არიან ხოლმე შენზე. ძალიან ის არის რა ქვია აცდენილი არის ხოლმე ვირებულება, რასაც იხდი იმასთან შედარებით, რასაც ღებულობდა. საზღვარგარეთ რო შევადარო, ამ შემთხვევაში მე ბევრად უკეთესი გამოცდილებები მქონია საზღვარგარეთ, მათ შორის არ ვიცი, ცოტა ისეთ ქვეყნები რო თქვა, მადრიდში მაგალითად, საბერძნეთში, ასე შემდეგ, მოკლედ სადაც ყოფილვარ, ჩემთვის ბევრად უფრო სასიამოვნო გამოცდილება არის ხოლმე, ვიდრე აქ, რადგან აქ სულ მაქვს ხოლმე შეგრძნება, რომ რასაც ვიხდი, იმაზე გაცილებით ნაკლებს ღებულობ უკან. ძალიან საინტერესო შეფასება. ანუ ეხლა რო გისმენთ ძალიან ბევრი ბრენდი, ობიექტი, მათ შორის სტუმართ მასპინძლობის, როგორც თქვენ თქვით. ალბათ ეხლა ჩემთან გადაცემაში რო იყოს, ალბათ ძალიან ბევრს მოიწონებდა თავს, რომ აი ჩვენთან როგორი კარგი სერვისია, ჩვენ როგორ სტუმრებს ვფრთხილდებით. ეხლა რა თქმა უნდა, კარგებიც არიან, დარწმუნებული ვარ, რა თქმა უნდა, მაგრამ აი მომხმარებლის აზრი, აი როდესაც ვეკითხები, ეხლა თქვენ გეკითხებით და აი მთლიანი სიტუაციის შეფასების დროს, პირველ რიგში მაინც მკვეთრად ცოტა უარყოფითისკენ არის შეფასებები გადახრილი და ეს ალბათ არის ძალიან დამაფიქრებელი. ანუ ჩვენ ქვეყანას რომელსაც და მაგალითი მოიყვანეთ თქვენ შეადარეთ, მაგალითად ესპანეთი, საბერძნეთი, ანუ ესენი არიან ჩვენი კონკურენტი ქვეყნები, ხო? ანუ ვიზიტორების თვალსაზრისით, ანუ ტურისტების თვალსაზრისით, ხო? და ძალიან ცუდია, როდესაც თვითონ ჩვენს მოქალაქესაც, აი თქვენ მაგალითად განცდა გიჩნდებათ, რომ ქვეყნის გარეთ უფრო კარგად მოგემსახურებიან, ანუ იგერჩ დასვენება გერჩივნებათ იქ, ხო, როგორც ხდები, აი თანაბარ პირობებში მეტნაკლებად აი და თანხებსაც ხედავთ ეხლა რომ საქართველოში დასვენება პრაქტიკულად ხშირ შემთხვევაში იგივე ჯდება რაც საოგარეთ წასვლა. ანუ თქვენც როგორც მომხმარებელი და ერთი მოქალაქე საქართველოსი დასვენებას აირჩევთ საოგარეთ. ამის გამო. დიახ, იმიტომ აი მაგალითად ახლა კონკრეტული მაგალითით რო ვთქვა, ანუ ის ბიუჯეტი რაც დაგიჯდება მაგალითად ბათუმში დასვენება, ამავე თანხით ბევრად მაღალ სერვისს მიიღებ, რო წახვიდე პირობითად საბერძნეთში. ანუ იგივე ღირებულებაში, იგივე ბიუჯეტში შეძლებ რომ ბევრად კარგად დაისვენო, რაც ანუ ეს თქვენ ახსენეთ ქვეყნიდან გამომდინარე რომ ვიმსჯელოთ, ანუ სტუმარ მასპინძლობის ნაწილში რითაც ცნობილები ვართ, ადგილზე სტუმარს გქონია რომ ვერ ხვდებით სათანადოდ და ანუ იმ სერვისს ვერ თავაზობთ, რომლის რესურსიც გვაქვს, უბრალოდ რატომღაც მე მგონი არ გვინდა რომ გავაკეთოთ და დადებითი кейსები უფრო იშვიათი გამონაკლისები არის, ვიდრე ხშირი შემთხვევა. ხშირ შემთხვევაში მე პირადად უფრო ნეგატიური გამოცდილებები მაქვს ხოლმე ამ მიმართულებით, ვიდრე პოზიტიური. ხო, აი ძალიან საინტერესო, მოდი დაბა ჩაუღრბავდეთ ამ თემას და მოდი ვთქვათ, აი თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, აი კიდევ უფრო კონკრეტულს რა სიტყოთ, ფასები ერთი გასაგები, ანუ შეუსაბამება ფასსა და ხარისხს შორის. აი რას გულისხმობთ ამაში? ანუ მინდა რომ თუ შეიძლება კიდევ უფრო მეტი სერვისსა და დაუშვათ გადახდილ თანხას შორის. ანუ როგორი უფრო ზუსტი სიტყვებით რო აგვიღწეროთ თუ შეიძლება, აი იქ ესპანეთში ან საბერძნეთში რა მიიღეთ სერვისი იმდაგვარი, რამაც ეს გათქმევინათ ეხლა რომ საქართველოში პირიქით არის. დიახ, აი მაგალითად კონკრეტული მაგალითები ხარ რაც მახსენდება პირობითად რესტორანში, როდესაც აქ მიდიხარ, ერთი სერიოზული ბევრგან საკმაოდ იშვიათი არის პირიქით, როცა არის ძალიან რთულად გაგცემენ ყურადღებას, ან რთულად მოაქვს მენიუ, ვერ თუ აღწერეთ, ცოტა ბობოდიშების რეჟიმში ხარ და შეუყვეთო. რაღაცა ესეთი უხერხული სიტუაციები არის, ხო ძალიან ხშირად ყოველთვის მე ესეთი პრაქტიკა მქონია. ამ დროს საზღვარგარეთ მაქვს პირიქით გამოცდილება, რაღაც ფეხი შედგმისთანავე ძალიან ისე გესალმებიან, დროულად მოაქვს რაღაცეები, მარტო მიტანა-მოტანაზე არ არის, უბრალოდ თვითონ როგორც გემსახურებიან, ისე რომ თან არ შეგაწუხონ, მაგრამ თან ყურადღება მოგაქციან, ეს რაღაცნაირად ძალიან
სწორი ბალანსი აქვს ნაპოვნი. ჩვენ შემთხვევაში ან საერთოდ არ გაქვს ემე ყურადღებას, ან არის ხოლმე кейსი, რომ პირიქით ძალიან თავზე გადაგანა და ძუძე წახვიდე. ხო, ჯერ ლუკმა არა გაქვს გადაღებული და მოდაგადგებიან და გემრიელი იყო, მოგეწონა, ხო მოგეწონა. კი, ნამდვილად. და ორივე შემთხვევაში ცუდი სერვისთან გვაქვს საქმე, ანუ არც ის არის კარგი და არც ეს არის კარგი და ხშირად შესაბამისად თან ისეთ რესტორნებში ხდება ხოლმე, სადაც საკმაოდ მაღალ ბიუჯეტს ხარჯავ და მოლოდინი გაქვს, რომ რაღაცნაირად უნდა დაგხვდეს შესაბამისი მომსახურება. ხო, თქვენ ახლა რასაც ამბობთ, ანუ ახლა სტრატეგიული ბრენდინგი რო გვერდზე გადავდო და სერვის მარკეტინგზე რო ვისაუბროთ, ხო? რა ძალიან მნიშვნელოვანია სტუმართმასპინძლობის ბრენდებისათვის, იქნება ეს კაფე, რესტორანი, სამასპინძლო ადგილი, სასტუმრო თუ ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი მათ შორის სასტუმროებში რასაც დაპირდები, ის დაგხვდეს. ანუ ცუდი რა არის, იცით, ახლა თქვენ საუბრებში რას ვიჭერო, ანუ ფუნქციონალურ დონეზეც კი ჯერჯერობით გვაქვს პრობლემები ხშირ შემთხვევაში და არა ის რომ დაუშვათ ბრენდის მისია და აბა ახლა რამდენად ხო მე მგონი რომ ძალიან საბაზისო პრობლემებში გვაქვს ჯერჯერობით გარღვევები ასე ვთქვათ იმისთვის რომ რაღაც კიდე მაღალ ბატერიებზე ცოტა ვისაუბროთ ან რა ელემენტარული სტაფის და ტრენინგების პრობლემები გვაქვს რომელიც პირველი არის და მომხარებელს პირველი შეხება მაინც იმ ფიზიკურად აქვს ხო რაღაც იმ ადამიანებთან ვინც ადგილზე გვხვდება გასაგები კარგი კი ბატონო ძალიან დიდი მადლობა ჩვენი გადაცემის დრო დასასრულისკენ მიდის და ძალიან დიდი მადლობა აი ამ ესეთი კონკრეტული კრიტიკული მათ შორის შენიშვნებისათვის ქართული ბრენდების მიმართ და იმედი მაქვს რომ მომავალში უფრო მეტი სერვისს წააწყდებით საქართველოში და ვიტყვით თამამად რომ საქართველოში ჯობს დასვენება. მადლობა ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას. მადლობთ. გავაგრძელებთ გადაცემას და ვიტყვი რომ შემაჯამებლად მინდოდა გადაცემის დასასრულისკენ მეთქვა რომ იცი რა არის აი ეს თუნდაც ორი ჩართვაც კი ადასტურებს იმას რომ როდესაც ბრენდებს გვაქვს ძალიან დიდი და აქვს ძალიან დიდი პასუხისგებლობა საქართველოში, თლიანობაში ქვეყნის ბრენდის მათ შორის შექმნაში და აი ამ პატარა ინტერვიუებმაც კი და მე გვპირდებით რომ მომავალშიც მექნება გადაცემაში მსგავს თემებზე საუბარი, ანუ მარტო დადებით მხარეებს არ შევეხებით ზოგადად ბრენდების, არამედ ცოტა რომ ერთმანეთს შემოუძახოთ და კრიტიკაც მოვისმინოთ, თუნდაც ამ ეთერის საშუალებით, ცუდი არ იქნება. მე მგონი, იმიტომ რომ რეალურად კი ესეა, ცუდია რომ ბრენდებზე ვსაუბრობთ, ბრენდინგზე ვსაუბრობთ, ქვეყნის ბრენდზე და თუნდაც რაღაც ფუნქციონალურ დონეზე, საბაზისო დონის თემებიც კი, თურმე, აი როგორც აღმოჩნდა ახლა მომხმარებლების პასუხიდან, არ ვიცი, სხვა მომხმარებლებს შეიძლება სხვა აზრი ჰქონდეს, მაგრამ უკვე ესეთი კონკრეტული კრიტიკაც უკვე ნიშნავს, რომ ბევრი რამ ამ ხრივ მოსაგვარებელი აქვს ბრენდებს და მე მოუწოდებ ყველა მარკეტერს, ყველა ბრენდ მენეჯერს, ყველა კომპანიის ფლობელს, დამფუძნებელს, ხელმძღვანელს, რომ ის ბრენდები, რომელიც ისინი ქმნიან, რომელთაც უნდათ რომ იამაყონ მათ მე შემდგომში თავი მათმა თანამშრომლებმა, არ ვიცი, ოჯახის წევრებმა და ასე შემდეგ, მნიშვნელოვანია რომ მოდი ესე ვიტყოდი, რომ ამპარტავნულად არ შევხედოთ იმას, რომ აი თუ კი თუნდაც ბჭყალებში როგორც საქართველოში ამობენ ფული იშოვა დამფუძნებელმა ტოპ მენეჯმენტმა ეს არ ნიშნავს რომ მომხმარებელი ამ ყველაფრით არის კმაყოფილი და თუ ჩვენ მართლა გვინდა რომ რაღაც პროგრესს შეუერთდეთ და ვიყოთ წარმატებული ქვეყანა, პირველ რიგში ჩვენ თავში უნდა ჩავიხედოთ, ჩვენ ბრენდებში ჩავიხედოთ და ჩვენმა ბრენდებმა შექმნან თუნდაც ის წარმატებული მაგალითები, თუნდაც იმ პატარა სივრცეში, რა სივრცეც იმ კონკრეტულ კომერციულ შეიძლება ბრენდს უკავია, ან ქვეყნის ბრენდს, ან ქალაქის ბრენდს და ესე ნელ-ნელა ალბათ უფრო შევძლებთ ერთმანეთისთვის თვალებში სიმართლის თქმის, პირდაპირ სიმართლის თქმით უფრო გაგვიადვილდება ალბათ ერთად წინსვლა და მადლობა ჩვენს მსმენელებს, ვინც დაგვირეკეს და ვისთანაც გქონდა დღეს ინტერვიუები. ჩვენი გადაცემის სპონსორია და ხარდამჭერი ქართული პრემიუმ ლუდი ტაატი, მადლობა მას კიდევ ერთხელ და ტაატს არ შეურცხვენი ვარ ჯერჯერობით ძალიან კარგად მისდევს და იმედი მაქვს რომ სხვა ბრენდებიც ვისაც მაგალითი იქნება ტაატის თუ რამდენად კარგად მიყვება თავის დაპირებების შესრულებას და იმედი გვაქვს რომ ჩვენ ყველა ერთად უფრო ძლიერ ქვეყნის და საქართველოს ბრენდს შევქმნით. ამით დღეს ჩემი საავტორო გადაცემა დასრულებულია, შემდეგ ორშაბათამდე. მადლობა.
კომერსანტზე. რატომ უნდა გადაიხადოთ